მოგესალმებით ბატონო სანდრო, ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ პოდკასტის სტუმარი ბრძანდებით. იმდენად, რამდენადაც ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს გარკვეული ტიპის თანამშრომლობა ჩვენ თასას ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთ პირველ ფორუმზე ბრძანდებოდით მომხსენებელი და ის კარგად დავამახსოვრდა. დღეს ღანის ფორმატი გვაქვს ღანი როგორც ასე ვთქვათ სიყვარული განხთობის გზა და ჩვენ ისევ და ისევ ვაგრძელებთ ძიებას იმ ფორმების, იმ არქიტექტურული საშუალებების, რომლებიც ადამიანს აძლევს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას, რომ დაადგეს აი განხთობის თუ რაღაც სულიერი სრულყოფის თუ რაღაც ესეთ ყველაზე მნიშვნელოვან გზას ადამიანის არსებობაში და ყოფაში. რა შეიძლება უთხრათ დღევანდელ ჩვენ, ასე ვთქვათ, უკვე მეორე ღანის მეორე სეზონის მსმენელებს არქიტექტურაზე, ქართულ არქიტექტურაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენ ვდგევართ. გამარჯობა. სალამ ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ვფიქრობ, რომ ვეხებით უკიდურესად საინტერესო, უკიდურესად კომპლექსურ პრაქტიკულად დაუტევნელ თემას. იმიტომ რომ ღანი ჩემთვის არის ახალი აღმოჩენა. როგორც ესეთი სიმბოლო და არა მარტო სიმბოლო, უფრო მეტი შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი სტრუქტურა, აბსტრაქტულიც, კონკრეტულიც, რომელიც აერთიანებს ყოველად ფიზიკურ, არქიტექტურულ, თქვათ, სივრცეს და შეიძლება თამამი გამონათქვამია, მაგრამ მისტიკურ სივრცესაც. კი ბატონო. აი ეს ღანი, რომელიც გვაგონებს თავს და ესეთი მნიშვნელოვანი ასოარი ჩვენი ამბანისა, ეს არის ერთგვარი პორტალი, ან და გამაერთიანებელი, სულთა სიმბოლურ, მხატვრულ გაგებაშიც და შეიძლება უფრო ღრმათაც, რომელიც აერთიანებს სულიერებასა და ფიზიკურს. და ეს აღმოჩენა იყო ჩემთვის. მე ეს ხა სიმართლე რო თქვა და გულწრფელი ვიყო. კიდე მჭირდება, თქვათ, გამოკვლევა და უფრო მეტი ფიქრი და ჩაღრმავება, სად მივყავართ ამ ღანს, ხო? სად მივყავართ აზრობრივად, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში მაინც ხათ ეს ინფორმაცია, რომელიც მაქვს და გააზრებული მაქვს, საკმარისი იქნება, რომ არქიტექტურისა და სულიერების კონტექსტში გადავიაზროთ და იმედი მაქვს დავეხმარებით ამაში დღევანდელი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბრის განმავლობაში. ნახეთ ახლა როგორი მომენტი არის თვითონ ეს სტრუქტურა და სტრუქტურას უწოდებ მას, იმიტომ რომ მიუხედავად მისი სიმარტივისა, იგი მართლა სტრუქტურაა და შეიცავს ძალიან ბევრ ქვეტექსტებს, ხო? იგი არის ერთ-ერთი ფუნდამენტი წმინდა არქიტექტურულ სემიოტიკაშიც. ესეთ უმბერტო ეკო, ჩემი საყვარელი მწერალი და მეცნიერი, თავის ერთ-ერთ ტექსტში, ვთქვათ, როცა განიხილავს თუ როგორ იბადება არქიტექტურული პროექტი, იგი ამბობს, რომ როცა პირველყოფილი ადამიანი შეეფარა შეშინებული ავდრის დროს გამოქვაბულს, მან შეაღწია გამოქვაბულში აი ამ ერთგვარი თაღის დღევანდელი ჩვენი თემიდან გამომდინარე ღანის დახმარებით. და როცა ავდარმა გადაიარა და გამოვიდა ეს ადამიანი სხვა მის თანამემამულეებს რაღაცნაირად ჟესტიკულაციის, მაშინ ენაც არ იყო დაბადებული, ჟესტიკულაციის სახით აი შემოუხაზა ჰაერში ჩვენი ღანის ფორმის ტრაექტორია. და ეგ ამბობს, რომ ეს იყო პირველი არქიტექტურული პროექტის დაბადება. და ამის შემდგომ თაღი, ღანი თავისთავად თაღიც არის ამავდროულად, გადაიქცა ერთ-ერთ ფუნდამენტურ და უმნიშვნელოვანეს არა სიმბოლოდ, არამედ ნიშნად, რომელიც გამოყოფს ერთმანეთისაგან გარე სივრცეს, შიდა სივრცისგან, ექსტერიორს ინტერიერისაგან. ეს არის ერთგვარი პორტალი, ან მედიუმი შეიძლება დავარქვათ. მედიუმი. და აქედან გამომდინარე, აი არაჩვეულებრივი ღონისძიების ფუნდამენტს წარმოადგენს ეს სტრუქტურა, რომელიც არის, როგორც თავიდან აღვნიშნე, ძალიან კონკრეტული და თან იძლევა ინტერპრეტირების უფართოეს საშუალებას. და კონკურსანტები, ვინც მიიღებენ მონაწილეობას, ვთქვათ, აი ამ აქტივობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არიან თან შეზღუდულნი, მაგრამ თან ძალიან თავისუფალნი. იმიტომ რომ ძალიან ყველანაირი გაგებით შეიძლება, ვთქვათ, ამაზე მორგება, კაი გაგებით ბუნებრივია. დიახ. კი ბატონო, ჩვენი კონკურსი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე. და ეს ბუნებრივიც არის იმდენად, რამდენადაც აი ეს ხვალინდელი დღის სათქმელი, რომელსაც ჩვენ მათგან ველით და ზოგადად აი ეს ახალი სივრცე, რომელიც უნდა გაიხსნას ქართულ რეალობაში, ხვალ
არის რა თქმა უნდა დაფუძნებული აი იმ ტრანსცენდენტულ ხედვაზე, რაც ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლის კონცეფციას ეფუძნება და სწორედ ამიტომაც ავირჩიეთ ჩვენ ღანი ჩვენი ასე ვთქვათ საკონკურსო იდეის მთავარ სიმბოლად და მეტაფორად. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ღანი არა მარტო თაღია, არამედ ქართული ამბანის ასო-ნიშანია, ხო პირველ რიგში და სწორედ აი ამ ქართულობის მინიშნებაც არის და ჩვენი არქიტექტურა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დარგი ქართული ხელოვნებისა, გარკვეულწილად ქართულია, ხო, რაღაც თავისი ეროვნული ნიშნის მატარებელია და აი ამ კუთხით რისი თქმა შეგვიძლია ჩვენ თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე, თუ არსებობს რაიმე სტილი ქართული დღეს, ან თუ არსებობდა ასეთი სტილი, ну ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაზე დავეჯერებით ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ქართული ხუროთმოძღვრების სტილია თავისი კონკრეტული ნიშნებით, მაგრამ რამდენად შევძელით, აი მე მაგალითად ესეთი მოსაზრებაც მომისმენი არქიტექტორებისგან, რომ სტილი არ არსებობს, ის დღეს ჩამოყალიბების ფაზაშია, იმდენად რამდენადაც ზოგადად ქართული ეროვნული მოაზრების პროცესი არის ახლა დაწყებული და მათ შორის არქიტექტურაშიც ხდება ეს მოაზრება ქართული რაობის. მაგრამ საწინააღმდეგო აზრიც არსებობს, რა თქმა უნდა, რომ იყო ქართული ეგრეთ წოდებული ბჭყალებში, რო ვთქვათ, სტალინური სტილი, ხო? ანუ რაღაც ამპირის და იმის ნაზავი იმპერიული რაღაცა ესეთი სტილი იყო ქართული მოდერნიც, ხო, რაღაც თავის დროზე და აი ამ ყველაფერზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ დღევანდელ კონკურსანტებს, აი რა არის ის ქართული, რომელიც არქიტექტურაში თავისთავად შეიძლება წაიკითხოს. ქართული არქიტექტურა ფენომენია ცალკე და რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, არის სრული ჭეშმარიტება. არის ეს პოლუსური, თქვათ, კამათი ქართული სტილის არსებობაზე ან ქართული სტილის არარსებობაზე და იდეაში ეს ორივე არის ჭეშმარიტი. ნახეთ როგორი მომენტია. როცა იყო აყვავებული ქართული არქიტექტურა განსაკუთრებით საკულტო, ასე ვთქვათ, ხო? იგი იყო აბსოლუტურად განპარალელებული დანარჩენი სამყაროს არქიტექტურის დინარებასთან. როგორც იყო მაშინ იყო რომანული სტილი, როცა იყო გოთიკური სტილი და ასე შემდეგ, აი ჩვენს მივდიოდით. უნებრივია უკვე ბიზანტიური, ვთქვათ, მიმართულებით, თუმცა იყო ძალიან სრულყოფილი, ძალიან სწორად მიმართული და სწორად განვითარებადი ჩვენი ქართული არქიტექტურის ენა. საკულტო არქიტექტურას გულისხმობ ამ შემთხვევაში. და შემდგომ გარკვეული რთული ისტორიული პირობებიდან გამომდინარე ხა ცნობილი მომენტია, ეს მონღოლთა შემოსევებით იწყება, ბუნებრივია, წყდება ეს გარკვეული დინამიკა. თუმცა რა თქმა უნდა საკულტო ობიექტები შენდება, მაგრამ ეს თავის დახს ასვავს. სტილის ჩამოყალიბება როგორც ესეთის, ხო? ეს არის სუპერ კომპლექსური გარკვეული მდგენელების მიერ შექმნილი რაღაც გარკვეული ფენომენი. სტილი არ იქნება, ვთქვათ, ერთი არქიტექტორის ან გენიალურ მოაზროვნეთა ჯგუფის მიერ ხელოვნურად, როგორც წესი. ამაში ჩართულია ეკონომიკა, ეკოლოგია, ჩართულია თავისთავად ვთქვათ, ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ლიტერატურა, ეს ქმნის ვთქვათ ერთიან რაღაც გარკვეულ სტილს, ხო? და შეიძლება ბოლომდე ვერ შექმნას კიდევაც. აი ყველაზე კაი ესეთი მაგალითი არის ვთქვათ აღორძინების ვთქვათ ეპოქაში ჩამოყალიბებული ამ სტილი, რენესანსული სტილის ვთქვათ როგორ ჩამოყალიბდა იგი ურთულესი პირობებიდან გამომდინარე. დღესდღეობით ქართული არქიტექტურა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, იმ გაგებით რომ არის ძალიან სერიოზულ კრიზისში. კრიზისი არის ძალიან კარგი რამ. იმიტომ რომ კრიზისი როგორც წესი სრულდება ორი რეზულტატით, ან თავდება, ვთქვათ, კოლაფსით, ან თავდება და გადაიზრდება ჯერ, ვთქვათ, განიმუხტება ეს კრიზისი და გადაიზრდება რაღაც ძალიან საინტერესოში და ვფიქრობ, რომ ამისკენ მიდის. და ნახეთ რატომ? იმიტომ რომ რაც ძალიან მახარებს, რომ აი ჩვენი მსჯელობა, ვთქვათ, ქართული სტილის, ვთქვათ, არსებობისთან დაბადების შესახებ, არის არსებობს თუ არა, ვთქვათ, მიმდინარეობს თუ არა, ვთქვათ, ძიება გამიგონია სხვა არქიტექტორებიდან ხელოვანებისაგან ხშირად, აი პირდაპირ ურთიერთობაში. ეს სურვილი არსებობს. და
კრიზისი არის იმდენად მძიმე და რომ პრინციპში ეს კრიზისი არის სოფლიო არქიტექტურის კრიზისის ნაწილი. ეს ჩვენ არ ვართ განყენებული, რაღაც ავტონომიური მდგომარეობაა. ეს კრიზისი გრძელდება დღემდე და ძალიან მცირედ პატარა ნაპერწკლების სახით ჩანს სურვილი და თქვათ მიმართულება იმისკენ, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას. აი ჩვენი საუბარიც ზუსტად ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ აი ამ კარგი კრიზისიდან გამოსვლას. როგორც წესი, ნებისმიერ სტილის ჩამოყალიბებამდე იყო რაღაც გარკვეული კრიზისი, გარკვეულ შემთხვევაში. თუ რაც გუთიკური თქვათ ხელოვნება, რომ მიუხედავად იმისა, ძალიან დიდებულია, რაღაც გარკვეული კრიზისია, რომელიც ამზადებს შემდეგ აღორძინებას. შეიძლება ასევე ვიმსჯელოთ. გარკვეულწილად შეიძლება ეს აზრი შემოვატრიალოთ და პირიქითაც თქვათ, რომ ჩვენი ძიება, ჩვენი დასმული შეკითხვა ქართული არქიტექტურის სტილთან მიმართებაში ერთგვარი მცდელობაა ზოგადად ხელოვნებას გაუკვალოს გზა არქიტექტურამ ამ შემთხვევაში რაღაცა იმ ახლისკენ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ელოდება, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ფორმირება ზოგადად ამ ქართული საზრისის და თანამედროვესთან გააზრება. აქ რა თქმა უნდა ამ კრიზისის ერთ-ერთი მდგენელია თვითონ ეს პოსტმოდერნი, ანუ აი ეს როგორც არქმევენ შეიძლება რაღაც ახალი ძიებების საფუძველიც ჩაეყაროს, ეს იქნება პოსტჰუმანიზმი თუ ტრანსჰუმანიზმი თუ ასე შემდეგ სხვადასხვა ასე ვთქვათ ფილოსოფიური ძიებები, მაგრამ ჩვენ მაინც ალბათ არ იქნება შეცდომა თუ დაუბრუნდებით ჩვენ ფესვებს და ისევ და ისევ აი ჩვენ ტრადიციიდან და ჩვენი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვიფიქრებთ მომავალზე. აი რა არის ის წარსული გამოცდილება, რა შეიძლება ვთქვათ ამაზე? ძალიან მშვენიერი მოსაზრებაა და სწორი მოსაზრებაა. სანამ გადავალ საკუთრივ ამ საკითხის განხილვაზე, ვიტყვი რომ თანამედროვე რეალობაში მარტო არქიტექტორებს შევეხები, ვინც შექმნა ღირებული, უახლოეს წარსულში, ან ვთქვათ საწყოში, ყველა ჯერ პირველ რიგში დაეფუძნა წარსულს აუცილებლად და უგონ დაეფუძნა ძალიან ღრმა კვლევისა და ანალიზის შედეგად და შემდეგ წარმოშვა ვთქვათ ახალი ნაბიჯები მისი. ბევრი არქიტექტორი შეიძლება ვახსენოთ სხვადასხვა ნაციონალობის და ეს იყო აუცილებელი პირობა. იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ ხელოვანი არის აბსოლუტურად მოწყვეტილი თავის წარსულს, თავისი ერის ან ვთქვათ კულტურის წარსულს, იგი ღრმად ღირებულს როგორც წესი ვერ ქმნის ხოლმე. ან გადავა ვთქვათ რომელიმე სხვა გავლენის ქვეშ და ასე შემდეგ. ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ ავაწყოთ ჩვენი ვთქვათ აწყვო და მომავალი არქიტექტურისა ჩვენ წარსულთან დაკავშირებით. ესეც არის ძალიან კომპლექსური თემა. პირველ რიგში აუცილებელია რა? არ უნდა მოხდეს მხოლოდ ორიენტირება ქართული არქიტექტურული წარსულის მხოლოდ პლასტიკურ და თქვათ კაზმულ ნაწილზე. როგორც სტალინის არქიტექტურაში მოხდა, ხო? აი სტალინის პერიოდში თვითონ აი იოსებ სტალინის პირდაპირ ბრძანება იყო ესეთი, რომ არქიტექტორები ვალდებული იყვნენ ვიზუალურად დაფუძნებოდნენ თავისი ნაციონალური არქიტექტურის წარსულს, ტაჯიკურ წარსულს, ყაზახი ყაზახურს, ქართველი ქართულს, სომეხი სომხურს და ეს იქმნებოდა. შეიქმნა არაჩვეულებრივი ობიექტები. ეხლა მაგალითად მახსენდება ერთ-ერთი პირველი ობიექტი მოსკოვში ვედეენხას რო ეძახიან, იქ არაჩვეულებრივი პავილიონი ქურდიანი შექმნილი არის წინვალე გადააზრება. მერე დაიწვა ეს პავილიონი, ფოტოები არის შემორჩენილი, ვათვალიერებდი, ხო? წინვალე ძიება არის ქართული პლასტიკური აზროვნების და გადააზრება. შვენიერი ესთეტიკის დონეზე მას წონი ვერ დაედება, მაგრამ ეს არის სუფთა ვიზუალურ კონტექსტში წარსულთან ბმა. კი ბატონო. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის რა, რომ ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ ხელოვანებმა და ხელოვნების მიმართულებით მეცნიერებმა თუ არა მარტო ვიზუალი, არამედ როგორი იყო ჩვენი წინაპრის სივრცითი აზროვნება და სივრცესთან კომუნიკაცია. იმიტომ რომ არქიტექტურა, რა თქმა უნდა, ეს კაზმული ხელოვნებაა და ვიზუალური ხელოვნება ბუნებრივია, მაგრამ არის სივრცესთან
ურთიერთობის ხელოვნებაც ამავდროულად. აი როგორ ცხოვრობდა, როგორ აღიქვავდა თქვა ჩვენი წინაპარი, შორეული თუ არც თუ ისე შორეული სივრცეს, როგორ იყენებდა მას. და უკვე შემდეგ ამაზე ამ შინაარსობრივ ბაზაზე უკვე ვიზუალი როგორც პროდუქტი წარმოიქმნება, ბუნებრივია. რადგანაც აი სივრცის მოწყობაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა განვიხილოთ მაგალითები საყოფაცხოვრება არქიტექტურის და აუცილებლად სასულიერო არქიტექტურის. თუ არის მათში რაღაცა საერთო, აი ამ სივრცის მოწყობის გააზრების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც თქვა ერთი თვალის შევლებით გავაანალიზებთ, ცალკეა საერო არქიტექტურა, ქართული, საერთო ცალკეა და ცალკეა საკულტო არქიტექტურა. თითქოს მათ შორის არ არის, ვთქვათ, რაღაც გარკვეული ბმა. თუმცა აი შეინიშნება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც არის წმინდად სულიერი ფსიქოლოგიური და სომატური ერთდროულად. რა არის? ეს არის ამ შემთხვევაში ქართველი, ასე ვთქვათ, მობინადრის, ან და ვთქვათ, სივრცის გამომყენებლის ურთიერთობა განსაკუთრებით ინტერიერთან. ქართულ საკულტო არქიტექტურაშიც და საცხოვრეშიც უმთავრესი არის სიმეტრია და ვერტიკალურობა სივრცისა. ვერტიკალურობა. ხო, აი სვეტთან მივდივართ, სვეტის ცხოველთან. სვეტის ცხოველთან მივდივართ. აბა, მე ცოტა გაგასწარით, მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი მაგალითად როცა შევდივართ, თქვათ, სვეტის ცხოველის ტაძარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი არქიტექტურაა იგი. ჩვენთვის თავარი არის, რა თქმა უნდა, საკურთხეველს უყურებთ, მაგრამ აქცენტი გადადის და ჩვენი კისრის მოძრაობა გვაიძულებს, რომ შევხედოთ ზემოთ გუმბათის, თქვათ, სივრცეს, რომელიც არის შედარებით წვრილი, არის აღმართული მაღლა და ზესწრაფვია. და ასევე მაგალითად ჩვენი, თქვათ, დარბაზული ტიპის სახლები, სადაც რა თქმა უნდა, დედაბოძი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ იგი არის აი გვირგვინის შემაკავებელი და ჩვენ გვირგვინზე ავდივართ და იქ მასთან შევდივართ ვიზუალურ კომუნიკაციაში. გვირგვინიდან ჩამოსული სხივით. სხივი, კი ბატონო. ამის ის არის. კი ბატონო, ეს ვერტიკალთან ურთიერთობა და სიმეტრიასთან. ნუ ხა სიმეტრია გასაგებია, რომ ეს თქვათ, საკულტო არქიტექტურაში არის სრულიად მისაღები და არა მარტო ჩვენთან, მაგრამ აი ეს ვერტიკალთან ურთიერთობა და სიმეტრიის ღირსთან საცხოვრეში დედაბოძი ხოლო სასულიერო, თქვათ, საკულტო, თქვათ, არქიტექტურაში საკურთხევლისა და, თქვათ, გუმბათის სიმეტრიის ღერძები. და არა გრანდიოზულობა, თქვათ, სიფართოვეში, არამედ აი ეს ვერტიკალური მასშტაბი შეიძლება ასე ითქვას. განსხვავებით ბიზანტიურისგან, რომელიც არის დაბრჯენილი ჰორიზონტალური გრანდიოზული სივრცე და საერთოდ სხვანაირ, თქვათ, შინაარს შეიცავს. ხო, ესეთი დაბალი გუმბათია, ხო, შედარებით. მასშტაბში, რა თქმა უნდა, აია სოფია, თქვათ, გაცილებით დიდია, მაგრამ ეს თქვათ, გუმბათი ხო აღნიშნავს ზეციურ იერუსალიმს, ხო? მაგრამ აია სოფიაში რომ შევდივართ, თქვათ, ჩვენ გონია რომ ზეციურ იერუსალიმი, ანუ გუმბათი უკვე ჩვენთან ახლოს არის, ანუ ჩვენ უკვე, თქვათ, გამსული ერთით ადამიანები, ხო, ცხოველში ალავერტში რომ შევდივართ, იქ ხედავთ აი შორს ხედავთ აი ამ ზეციურ იერუსალიმის სიმბოლოს. უბრალოდ ჯერ არ მიგვიღწევია. ანუ ჩვენ პროცესში ვართ. ქართველები ვართ პროცესის ხალხი. კი, ძალიან საინტერესოა ზოგადად აი ყოფაზე ვსაუბრობდით და აი პროცესის თემა, ანუ მდგომარეობა მეორედ მოსვლის მოლოდინში. მოლოდინი, დიახ. აი ეს მოლოდინის კულტურა გვაქვს, რაღაც ესეთი განსაკუთრებული ცივილიზაციური ასპექტია, რომელიც ჩვენ ყოფას აქცევს პერმანენტული თუ არა, აი მოლოდინის ფაზად. ანუ ჩვენ არაფრისთვის არ გვცალია. გარდა იმისა, რომ ველოდებით მეორედ მოსვლას და გვიხარია ეს თავისთავად. ხო და აი სწორედ აი ეს მოლოდინის კულტურა, ასე ვთქვათ, აი სუფრაზეც გამოიხატება. საერთოდ ყოფაში, ქართულ ყოფაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ აი თვითონ ეს ღირებულებითი ნაწილი თლიანად მიმართულია ზეციური მოლოდინისკენ რა. ზეციდან ველით მეორედ მაცხოვრის მეორედ მოსვლას და თვითონ ეს ხაზიც თქვენ რაც ახსენეთ ეს ვერტიკალი სიმეტრიული ვერტიკალი ორივე არქიტექტურაში, საყოფაცხოვრებაშიც და სასულიეროშიც და კიდევ რა სიმბოლოები შეიძლება ვთქვათ, რომელიც ასე
განსაკუთრებით გამოყოფს დაუშვათ ქართულ არქიტექტურას. არის რამე ესეთი რაც დაუშვათ რითიაც შეიძლება განვასხვაოთ ეს ჩვენი ქართული არქიტექტურა. თუ ეს იქნება უფრო ესეთი კაზმულობის საკითხად ხوار დარჩება კიდე სხვა რაღაც ნიშანთვისებები. მე ვფიქრობ, რომ დარჩება ძალიან საინტერესო მომენტები. ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან არ გაგვიჭირდება რომ სრულყოფილად მოვახდინოთ თქვათ რეკონსტრუქცია თქვათ მე-12 საუკუნეში როგორ ცხოვრობდა ქართველი რიგითი საერო პირი, ხო? რთულია. რა თქმა უნდა შესაძლებელია რაღაც დონემდე, მაგრამ მაინც რთულია. შეგვიძლია ცოტა წამოვიდეთ ახალ ეპოქაში შედარებით და თქვათ ავიღოთ თუნდაც ჩვენ დედაქალაქი თბილისი და მახსენდება ძალიან საინტერესო სტრუქტურა, თქვათ, ქართული საცხოვრებელი სახლებისა, რომელიც რა თქმა უნდა არის უკვე გაჟღენთილი არაქართულითაც, ეს ნახევრად ატრიუმის ტიპის, თქვათ, ეზოს ტიპის სახლები, ხო? ბუნებრივია საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით, თავისთავად ეს არ არის სრულყოფილი ობიექტი, მაგრამ თავის დროისთვის არის ძალიან ნორმალური და კარგი, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ აქ არის აი ამ საცხოვრებელ სტრუქტურაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის რაღაცა საერთო საზოგადო საერთო მოხმარების დიდი სივრცე, როგორც არის თქვა, აივნები, გალერეები და შიდა ეზო. და ეს ქმნის ძალიან საინტერესო შიდა კულტურული კომუნიკაციების ვექტორების რაღაც გარკვეულ ქსელს. ბუნებრივია ხა თანამედროვე ეპოქაში თანამედროვე თქვა საყოფაცხოვრებო სანიტარული კუთხით რო თქვა გავაანალიზოთ ესეც საცხოვრებელი სახლი ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ აი თქვა რაღაც საერთო სივრცის მოხმარების და ერთმანეთთან კომუნიკაციის თქვა რეკონსტრუქცია შესაძლებელია დაინერგოს. მით უმეტეს ახლა ჩვენ ვიცით რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მრავალბინიანის, რომელიც დაფუძნებული არის თქვა ამერიკულ ნორმატივებზე. და ეს მომენტიც არის რომ ეს ამერიკული ნორმატივები ხელს უშლის აი ზუსტად აი ეს ადამიანთა ოჯახთა შორის კომუნიკაციის თქვა სტრუქტურის აგებას. პატარა ავტონომიებია ბინების სახით და პრაქტიკულად ისეა მოწყობილი თქვა დაგეგმარება, რომ ოჯახთან ურთიერთობა თქვა პრაქტიკულად არ უწევს თუ სადარბაზოში ან ლიფტში არ შეხვდა. შეიძლება რომ მოხდეს დაგეგმარება და დაგეგმა ისე რომ ეს ყველა ნორმა დაკმაყოფილდეს უსაფრთხოების, მაგრამ ადამიანთა შორის ეს კომუნიკაცია შესაძლებელი იყოს რომ მოხდეს სივრცის ზეგავლენით. აი მაგალითად რო ავიღოთ თქვა სადარბაზო, ხო? სადარბაზო აი წვეთს ჰორიზონტალურ კომუნიკაციებს. ხოლო თბილისური ეზო კიდე პირიქით ახდენს აი ჰორიზონტალური კომუნიკაცია. აივანი არის, გალერეა არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ბოლომდე სტერილურად ქართული ფენომენი, მაგრამ იმდენად ასე ვთქვათ, განიცადა მან ეს გვარი ევოლუცია ჩვენ რეალობაში, რომ შეიძლება წინა ქართულადაც ჩავთვალოთ. რა შეიძლება ჩვენ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ვთქვათ, იგივე სასულიერო არქიტექტურის ახალი ფორმების ძიებასთან მიმართებაში. მე მახსოვს სამების საკათედრო ტაძრის კონკურსი რო იყო გამოცხადებული, მაშინ გაიმარჯვა აი ბატონი არჩილ მინდიაშვილის ამ პროექტმა და უწმინდესი ილია მეორე თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ ტაძრის პროექტირებაში და ეს გახდა რა თქმა უნდა გვირგვინი, ასე ვთქვათ, ჩვენი თანამედროვე ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების. პარალელურად აშენდა ძალიან ბევრი ტაძარი და რაც განსვენებული რეზო ჯანაშია იყო ერთ-ერთი იმ არქიტექტორთაგანი, რომელმაც ეს მთელი ეს უზარმაზარი ტალღა ააგორა თანამედროვე ქართული ტაძრის მშენებლობის და მახსოვს ბატონი რეზო ამბობდა რომ 1000-ზე მეტი ტაძარი მაქვს დაპროექტებულიო და საკმაოდ დიდი რაოდენობა და ეს ისეთი თვითონ ფაქტია ისეთი მნიშვნელოვანი რომ აი ამ სულიერი აღორძინების პერიოდში გაჩნდა მოთხოვნილება და ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იქნა ასეთი სამშენებლო პასუხით რომ უზარმაზარი რაოდენობის ახალი ტაძრები აშენდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ეს ყველა ეს ტაძარი გარკვეულ წილად არის მცდელობა და წარმატებული მცდელობა რომ არ გამოსულიყო, ასე ვთქვათ, იმ ფარგლებიდან, რომლის მოაზრებაც ჩვენ შევძელით მე-20 საუკუნის ბოლოს
და რაღაცა ფარგალი დავიდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი სულიერი ცოდნით და რა თქმა უნდა, არქიტექტურული ანალიზის საფუძველზე. მაგრამ სულ არის აი მაშინაც აი ამ კონკურსზე იყო მცდელობები თანამედროვე რაღაც ფორმების და თანამედროვე იდეების განხორციელების. შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ ახალ ქართულ ტაძარზე. აი როგორია თქვენი აზრი და რა კუთხით უნდა განვითარდეს ეს ფიქრი? ფუნდამენტური საკითხი არის, მართლაც უმნიშვნელოვანესი. სამების ტაძრის საკონკურსო პროცესი არის ქართული არქიტექტურის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ნაწილი. ეს არის პერიოდი 99 წელი, ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ გავთავისუფლდით, არა მარტო როგორც პოლიტიკური, თქვათ, ერთეული, არამედ პრაქტიკულად დაიმსხვრა ის ბორკილები, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა. პრაქტიკულად საუკუნეების განმავლობაშიც კი გავხდით დამოუკიდებლები, გამოჩნდა თავისუფლება და აი ამ კონკურსში წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები აჩვენებს ამას, რამხელა თავისუფლება დევს ამაში, როგორ გაიშალა არქიტექტორთა, თქვათ, სულიერი და გუნებრივი შემოქმედებითი, თქვათ, ცეცხლი, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო კონკურსი იყო, მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბრწყინვალე წინადადებები შევიდა, მაგრამ ამ თავისუფლებამ, რომელიც ნამდვილად იყო, წარმოშვა ესეთი უცნაური მომენტი, ცოტა განსხვავებული მართულებით წავიდა ზოგიერთი ავტორი. მართლა ბრწყინვალე ობიექტები შექმნეს, ბრწყინვალე ძალიან მაკეტები, რაც ხედავთ ან გრაფიკული, თქვათ, გამოსახულები გვიჩვენებს ამას, მაგრამ ესენი ჩამოშორდნენ იმ უკიდურესად სტერილურ ფაქის კანონიკას, რომელიც, თქვათ, საუკუნეების განმავლობაში იყო ქართულ საკულტო არქიტექტურაში. ბუნებრივია, თქვათ, განსხვავებული ტიპოლოგიის და განსხვავებული სტრუქტურის ქართული ტაძრები იგება ქართული არქიტექტურის, თქვათ, ისტორიის განმავლობაში. დაწყებული, თქვათ, იგივე, თქვათ, მცხეთის ჯვარის სულიად განსხვავდება ბანისაგან, ბანა სულიად განსხვავებულია, თქვათ, გურჯაანის ყოვლადწმინდასაგან და ასე შემდეგ. აი ევოლუცია არის, ევოლუცია ძალიან კაი რაღაცაა, ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესი და შეინიშნებოდა. შემდეგ მოხდა გასაგები მიზეზების გამო წყვეტა, შეჩერდა, ანდა ძალიან, თქვათ, მიინავლა, თქვათ, ქართულმა ხუროთმოძღვრებამ აქტიურობის კონტექსტში და უცებ გავთავისუფლდით. დღეს არის ძალიან რთული მომენტი, ესე ვფიქრობ და ნახეთ როგორი რატომ არის რთული. როდესაც პროექტირდება მართლმადიდებლური ტაძარი ქართულ რეალობაში, ქართულ კონტექსტში, ხო? არქიტექტორი ერთდროულად პრინციპში არის ვალდებული, რომ იყოს სრულიად გათვითცნობიერებული და მაღალ დონეზე, თქვათ, ერკვეოდეს ღვთისმეტყველებაში და ამავე დროს არქიტექტურაშიც. იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, თქვათ, ღვთისმეტყველების მაღალი დონის ცოდნის გარეშე მოხდეს, თქვათ, იმგვარი სატაძრო სტრუქტურის შექმნა, რომელსაც არ ექნება კითხვის ნიშანი. თორემ სუფთა კაზმული ხელოვნების კუთხით, რა თქმა უნდა, შეიძლება, თქვათ, ძალიან თავისუფლად დაპროექტდეს. და ძალიან ბევრ, თქვათ, მართლმადიდებლურ რეალობაში ძალიან ბევრმა, თქვათ, არქიტექტორმა განახორციელა კალატრავა ვიყოს, სატევ კალატრავა, თანამედროვე არქიტექტორი არა მართლმადიდებელი, რომელმაც შვენიერი არქიტექტურული ობიექტი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი შექმნა ნიუ-იორკში. ცნობილი ის არის ნამუშევარი და კი ბატონო. ძალიან თანამედროვე გადაწყვეტილება გუმბათი ანათებს და შიგნით სვინათლე სხვანაირად. კი ბატონო, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ობიექტი და რომელსაც საფუძვლად უდევს წმინდა თანამედროვე კონცეპტუალური აზროვნება. ის ვიცით რომ ერთ-ერთი ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკის, თქვათ, სილუეტიდან წამოიღო, თქვათ, კალატრავამ აი ამ ტაძრის, თქვათ, სილუეტი კომპოზიციურად. მიიღო მშვენიერი, ძალიან არაჩვეულებრივი, თქვათ, სტრუქტურა, რა თქმა უნდა, ალბათ სიამოვნებით ილოცებს ნებისმიერი, თქვათ, მორწმუნე მართლმადიდებელი, პრობლემა არანაირი არ არის. მაგრამ აქ უკვე ფილოსოფიურ, თქვათ, პრობლემასთან მივდივართ. თუ საღვთისმეტყველი. ორივე, საღვთისმეტყველი და ფილოსოფიურიც. რამდენად შესაძლებელია, რომ თანამედროვე, თქვათ, ღვთისმეტყველებისგან დაცლილი ფილოსოფიური აპარატით შეიარაღებული კონცეპტუალური ხელოვნება იქცეს წმინდად მართლმადიდებლური ტაძრის, თქვათ, კონსტრუირებისთვის საშუალებად. არის გვაქვს თუ არა მაგის უფლება? რა თქმა უნდა, ალბათ არ აქვს, ხო? ალბათ არ აქვს. თუმცა, ნახეთ როგორი მომენტია, მე გამახსენდა ახლა ჩვენი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორია, როცა ძალიან დიდი ხნის წინ, მაგალითად, ღვთისმეტყველმა მამებმა
სრულიად ლეგალურად და ეს ძალიან ნორმალური კაი პროცესი იყო, აიღეს მაშინდელი უპოპულარულესი ნეოპლატონური ფილოსოფიის, თქვათ, აპარატი, სტრუქტურა, დაწყებული ტერმინოლოგიით და გაგრძელებული გარკვეული სისტემებით და ის გამოიყენეს როგორც საშუალება მაშინ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებადი ქრისტიანული ღვთისმეტყველების, თქვათ, აგებისთვის. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევხედავთ ამ კუთხით, ჩვენ შეიძლება რომ თქვათ ეს თანამედროვე ფილოსოფია, რომელიც ნეიტრალურია, მისი აპარატი გამოვიყენოთ, ოღონ სანამ გამოვიყენებთ, გამოვიკლოთ და ვცადოთ. ეს არის რთული ხანგრძლივი პროცესი, ოღონდ ეს სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თუ კი თქვათ არქიტექტორი ამ ურთულეს თემას, თუნდაც პატარა სამლოცველოს დაპროექტებას განეზრახავს, იგი აუცილებლად უნდა იყოს მაღალ დონეზე გარკვეული ღვთისმეტყველებაში, აუცილებლად. და მეორეს მხრივ, თქვათ, მარტო კანონიკის დაცვით ეგ ეს კრიზისში შეგვიყვანს, ფიქრობ, რომ თქვათ კოპირება, კი რა თქმა უნდა, ტაძრის თავარი ფუნქცია რა არის, რომ მოხდეს იქ ლიტურგია. ჩატარდეს ლიტურგია და თქვათ ღმერთთან ურთიერთობა, ხო? არქიტექტურა და ვიზუალი ალბათ ოდნავ ნაკლებად მნიშვნელოვანია. და თქვათ კოპირებული ტაძრები აშენდება, ჩვენი სულიერი თქვათ მოთხოვნილება დაკმაყოფილდება იქ ლოცვის შედეგად. მაგრამ თუ კი თქვათ თანამედროვე ხელოვანები გამოვიკლევთ და ახალი ტიპის ტაძრის თქვათ ტიპოლოგიას შევბედავთ, რომ თქვათ რაღაც გარკვეული სიახლეები შევიტანოთ, ცუდი არ იქნება. თან როგორც ვიცი, აი ეს კანონიკა დოგმატური არ არის. შეიძლება თქვათ რაღაც გარკვეული სიახლეების თქვათ გამოთქმაც ალბათ. რა თქმა უნდა, დოგმატი არსებობს ღვთისმეტყველებაში, ხუროთმოძღვრებაში დოგმატი ჩდება ისევ და ისევ საღვთისმეტყველო დოგმატიდან გამომდინარე და ის არანაირად არ ეხება დაუშვათ ისეთ ელემენტებს, როგორიც არის ტექნოლოგიები, როგორიც არის მოთხოვნილებები ეპოქის თუ ასე ვთქვათ მრევლის ვისთვისაც ეს შენდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ფუნქციონალური მნიშვნელობა არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელია ზოგადად ამ დარგის არსებობისა. იმიტომ რომ ფუნქციონალი რომ მოვაშოროთ, მაშინ ქანდაკება გახდება. სივრცითი, ასე ვთქვათ, ის იქნება, მაგრამ სწორედ აი ეს ფუნქციიდან გამომდინარე, ფუნქციის გარჩევაში რო ჩავიდეთ და ასე ვთქვათ, გავყოთ ისე თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ფუნქციაც იყოფა რამდენიმე ნაწილად რა. ერთი არის ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველო ლიტურგიკული ფუნქცია და მეორე არის ის ფუნქცია, რომელიც უკვე ადამიანიდან არის გამომდინარე, რომელიც შედის დაუშვათ ტაძარში და იქ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, კომფორტი, ცუდი სიტყვა, მაგრამ გარკვეული ტიპის პირობების შექმნას ითხოვს. ეს თანამედროვე ადამიანიც ხშირად მომისმენია, რომ აი ჩვენს ტაძრებში სკამი არ დგას და ვიღლებით და ასე შემდეგ, ხო? ან მე რაღაც სხვა ეტაპზე მე ხდება გააზრება, რომ აი ცივა და რაღაცა იქნებ გათბობა იყოს ან აი ესეთი ელემენტარული ხორციელი მოთხოვნილებები რაც აქვს ადამიანს, თუმცა ნუ აი სამების ტაძარში მაგალითად სავენტილაციო არხები, გათბობის და გაგრილების და ვენტილაციის არხები სვეტებშია დაყოლებული და ეს გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ თანამედროვე მოთხოვნილებებზე პასუხია. კარგით, ეს საუბარი რა თქმა უნდა უსასრულოა, სანამ ისეთ იდეას არ შევქმნით, რომელიც ჩვენ მოგვეწონება და ესეც ვერ შევქმნით ჩვენ საათები და წლები რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სულ დახვეწის პროცესია. კიდევ რა შეგვიძლია ჩვენ ახალგაზრდებს უთხრათ აი იმ კუთხით, რომ თვითონ აი ამ არქიტექტურის რადგანაც ქანდაკებას შევეხეთ, რადგანაც ვლაპარაკობთ სივრცის მოწყობაზე. რამდენად შეუძლია არქიტექტურას გახდეს მოღაღადე, ასე ვთქვათ, მატარებელი აზრის ისეთივესი, როგორიც დაუშვათ ქანდაკებაა, რომელიც პირდაპირ მისი არსებობით, იმის მერე რაც ის დაიდგმება, უწყვეტლივ ასხივებს რაღაც საინფორმაციო ველს, რომელიც გარკვეული ტიპის კონცეფციას ქადაგებს თუ ამბობს. აი არქიტექტურა რამდენად არის ესეთი რუპორი
ადამიანისადმი მიმართული და რამდენად მისი ღაღადება, ასე ვთქვათ, განაპირობებს იმას. საით მივდივარ, იცით, რომ რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება თუ არა რომ არქიტექტურა იყოს, ვსვამთ ასეთ კითხვას, რომ შეიძლება თუ არა არქიტექტურა იყოს სიყვარულის ქადაგებელი. აი ამ შეკითხვაზე როგორი პასუხი შეიძლება გაიცეს? შეიძლება იყოს ასე ვთქვათ არქიტექტურა გამტარი ამ სიყვარულის, საღვთო სიყვარულის გამტარი? ეს არის ფუნდამენტური საკითხი შეიძლება ასე ითქვას. ნახეთ ახლა აი ამ ძალიან ლამაზ კითხვას, რომელიც ეხება სივრცეს და სიყვარულს, ცოტა უცნაური მხრიდან დავიწყებ პასუხის გაცემას. რომელიც ოდნავ ნეგატიურია, მაგრამ ბოლოს დავინახავთ, რომ პრინციპში ეს გვჭირდებოდა. არქიტექტურა თუ კი არის ძალაუფლების, პოლიტიკური თქვათ დომინაციის გამომხატველი ძალიან იოლად და ისტორია ამას გვანახებს. როცა არქიტექტურა შეუძლიათ აქტუროს, არქიტექტურა შეიძლება გაგზნობინოს თავი როგორც იმპერიის ნაწილი. ან და თქვათ, რაღაც გავსი ნეგატიური თქვათ სიგნალები გამოყოს. რა თქმა უნდა, არქიტექტურა შეუძლია რომ იყოს აი ამ აბსოლუტური ღვთაებრივი სიყვარულის გამომხატველიც. მაგრამ მაგარი ერთი პრობლემა. ნეგატიური გამომხატვა იულია შედარებით. ყველაფერი ნეგატიური მარტივი და ესეთია, შეიძლება ასე ვთქვათ. ხოლო რაც შეეხება სიყვარული, როარ ვისაუბროთ ღვთაებრივ სიყვარულზე, ხო ჩვეულებრივი სიყვარულის გამომხატვა ურთულესია. უფრო მეტიც კი პირდაპირ არ ვეხები, მაგრამ არქიტექტურას არ შეუძლია სხვა ხელოვნებებიდან განსხვავებით იუმორის, თქვათ, წარმოჩენაც კი. ფერწერამ შეიძლება თქვათ იუმორი გამოავლინოს. ქანდაკებამაც ალბათ ნებისმიერ სხვა ხელოვნება, მაგრამ აი არქიტექტურა რომელიც გეხუმრება, ესეთი რამე არ არის. თქვათ, ესეც კი ძალიან პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ რაც შეეხება აი ამ ღვთაებრივ სიყვარულს, დიახ, არქიტექტურა შეუძლია ამის მოცემა. ოღონდ ამ შემთხვევაში ბუნებრივია როგორც ნებისმიერი თქვათ ღვთაებრივი მიუწვდომელია ფიზიკურად, ასევე პირდაპირ არქიტექტურა ღვთაებრივ სიყვარულს პირდაპირ ვერ მოგცემს, ვერ გაგზნობინებს. უნდა ჩაერიოს ფსიქოლოგია და ფიზიოლოგია ბუნებრივია. აი ფორმების სირბილე, პროპორციათა თქვათ სტრუქტურა, რიტმიკა და რა თქმა უნდა ბუნებრივი შუქი. აი ეს კომპონენტები საშუალებას იძლევა რომ მოგცეს განწყობა და ბუნებრივია განსაკუთრებით ინტერიერში თქვათ განაწილება სივრცის იმგვარი, რომ ადამიანის ეს ფსიქოსომატური სტრუქტურა მიმართოს აი ამ მისტიკურისკენ. ეხლა პატარა მაგალითს მოვიყვან, რომელიც არ არის მართლმადიდებლური, თქვათ, ხუროთმოძღვრების, თქვათ, მომენტი, მაგრამ გარკვეული მცდელობა კათოლიკურ, თქვათ, ეკლესიის არქიტექტურაში დღეს, რომ ეს მომხდარიყო. ასეთი არაჩვეულებრივი არქიტექტორი არის პეტერ ცუმტორი, რომელიც გამოირჩევა ღრმა აზროვნებით, ესთეტიკის და ფილოსოფიის კუთხითაც და ერთ-ერთი პატარა სამლოცველო შექმნა გერმანიის და საფრანგეთის საზღვარზე როგორც მახსოვს, ადგილობრივი პატივცემული კათოლიკე წმინდანის სახელზე და მან შექმნა ისეთი, თქვათ, ინტერიერი, განსაკუთრებით ინტერიერი, რომელსაც ახლა დაწვრილებით არ აღვწერ, რომელიც ქმნის ძალიან ღრმა მისტიურ, თქვათ, გარემოს. და ეს ფსიქოსომატური სისტემა, რომელიც იქ შესულ, თქვათ, მორწმუნეზე ზემოქმედებს და შედის კომუნიკაციაში, მან მიაღწია ცუმტორმა ამას. აი აქ უკვე ჩაერია ის თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების აპარატი. და რაც შეეხება მართლმადიდებლურ, თქვათ, საკულტო არქიტექტურაში, აქაც ოღონდ უფრო ფაქიზად შეიძლება ძალიან ბევრი გამოკვლევის და, თქვათ, ანალიზის შედეგად, რომ აი ამ ფორმით, მასალით, თვით აკუსტიკითაც კი რომ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ყველაფრით, აი ამ პაკეტით, რომელიც ზემოქმედებს პრაქტიკულად 4 გზნობაზე სულ მცირე ადამიანის 4 გზნობაზე გემოვნების გარდა, რომ მივაღწიოთ აი ამ ფსიქოლოგიურ ზემოქმედ გარემოს. და როგორც ახლა ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკულად შეუძლებელია თქვა პირდაპირ სიყვარული გამოხატო, მაგრამ აი ამ გამტარი ფსიქოლოგიური გამტარი შესაძლებელია. ჩემი მოსაზრებით. ბატონო, ქართული არქიტექტურა თქვენ ძანეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულად ადამიანური არისო და ისეთი. Ну, რა თქმა უნდა, აქ კიდე ერთი სიტყვა შემოდის, აი სისადავე, ეს ქართული ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, სისადავე და ეს მიწის კულტურა, ეს მიწის ფერები და არ შეიძლება აქ ალბათ არ გავიხსენოთ გალაქტიონი, რომელიც ამბობს, რომ
მაქვს კერძე მიდებული ქნარი როგორც მინდა. აი ეს როგორ უნდა მინდოდეს არქიტექტურს დღევანდელ დღეს როგორ უნდა ავაგოთ ტაძარი, სწორედ ამის ძიებაში არის ჩვენი დღევანდელი საუბარი. რა თქმა უნდა. და ვფიქრობ, რომ აი ღანი როგორც ფენომენი, ეს აქტივობა და თქვათ აი ამ აქტივობაში ჩართული თქვათ ახალგაზრდა ჩვენი კოლეგები ძალიან საინტერესო შეიძლება ძიებაში ჩავიდნენ. და ნახეთ როგორი მომენტი არის, არ არის აუცილებელი რომ ღანი მარტო დავინახოთ სასულიერო, თქვათ სასულიერო კონტექსტში. დიახ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან კაი გამოთქმა არის. შეიძლება ეს ქართული არც არის საერთოდ ქრისტიანულიც, რომ თქვათ ოჯახი არის მცირე ეკლესია. თუ კი თქვათ ოჯახი არის მცირე ეკლესია, შესაბამისად ოჯახის საცხოვრისი სახლი არის მცირე ტაძარი. ასე რომ აი სრულიად ეს ღვთაებრივი სიყვარული და თქვათ მისი სინერგიული კავშირი არქიტექტურა და სივრცესთან შეიძლება გამოიხატოს საერო ხუროთმოძღვრებაში ძალიან ჩვეულებრივად. და ვფიქრობ, რომ სწორედ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ საეროში გამოიხატოს და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ტაძარში მივდივართ უფრო კვირასან და თქვათ ისეთ მნიშვნელოვან დღეებში, მაგრამ საცხოვრისში და საცხოვრისთან ვატარებთ პრაქტიკულად ჩვენ დარჩენილ დროს. და არა მარტო არქიტექტურაში, ქალაქ გეგმარებაშიც კი უნდა იყოს აი ეს ღვთაებრივი სითბო ჩაღვრილი არქიტექტურის საშუალებით. რომ ქალაქის გარემო, ურბანული გარემო, ეს ახლა ძალიან რთული დროში გაწელილია, მაგრამ ვეცადოთ რომ აი ეს გარემო იყოს მიმღებელი, თბილი, აი ამ სიტყვის ძალიან აბსტრაქტული გაგებით და არ ძალადობდეს იმგვარად როგორც თქვა შეიძლება არქიტექტურა მიძალადოს. იმიტომ რომ არქიტექტურა ძალადობის ინსტრუმენტიც არის. რა თქმა უნდა. გარკვეულ შემთხვევაში ინსტრუმენტია ძალადობის. ერთ-ერთი ძლიერი. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ახლა ქალაქ გეგმარებაში ძალიან რთულია ეს უცებ გააკეთო. მაგრამ აი მე მოუწოდებ თქვა აი ამ კონკურსში მონაწილეებს, ვინც ახლა მონაწილეობს და შემდგომში მიიღებს, რომ აი ამ მიმართულებითაც იფიქრონ, რომ არ არის ესეთი განსაკუთრებული ზღვარი საეროს და საკულტოს შორის. და ეს ღანი როგორც სტრუქტურა და ასე ვთქვათ, მედიუმი და გამტარი შეიძლება იყოს საეროშიც გამოკლეული ძალიან საინტერესოდ. ძალიან მნიშვნელოვანი აზრი ჩამოაყალიბეთ, დიდი მადლობა ამ აზრისთვის. ოჯახი არის მცირე ეკლესია და ის ადგილი, სადაც ოჯახი ბინადრობს, შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მცირე ტაძარი, ხო? და ანუ თვითონ ეს საცხოვრისის დაგეგმარებაც უნდა იყოს გამსჭვალული აი ამ სიყვარულის იდეის გამტარობით. თუმცა ჩვენ აი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ აი უძველეს ჩვენს არქიტექტურას, დარბაზული ტიპის საცხოვრის, იქ აი ძალიან კარგად არის ეს მოწყობილი მთელი თავისი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო გააზრებით. თავის ეძაბოძით, თავის შუქის კონცეფციით, ცეცხლის ცენტრში ყოფნით და ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, ეს შეიძლება ასე ერთგვარ მოწოდებად გავაჟღეროთ, რომ ღანის კონკურსი არ არის მარტო სასულიერო არქიტექტურაზე ორიენტირებული, ზოგადად ის საერო არქიტექტურასაც მოიცავს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მოიცავს და აი დღეს უარყოფითი გაგებითი ლიბერალურ ვთქვათ რეალობაში, ცოტა ლიბერალიზმი არ არის ცუდი, რბილი ლიბერალიზმი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ცუდი გაგებითი ლიბერალიზმის ეპოქაში, ხო, როცა დაბნეულობა ჟღერს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? ეხლა პატარა ნეგატიურ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ასაბუთებს ჩვენ აი ამ მოსაზრებას, ხო? როდესაც საბჭოთა კავშირი, ვთქვათ, იწყებს შენებას, ეს არის სანამ სტალინი გახდება, ვთქვათ, ერთპიროვნული ლიდერი, მაშინ არის თავისუფალი ესეთი გარემო, ფოთაშურის რაღაც ვარიანტი ლიბერალურიც კი. და მოისეი გინზბურგი აპროექტებს მოსკოვში ნარკომფენის სახლს. მაშინ არის ძალიან ესეთი გავლენიანი კაცი არის ლევ ტროცკი. ძალიან გავლენიანი, რომელსაც აქვს ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ ცოტა ნეგატიური გაგებით და მაშინ იწყება ოჯახის ინსტიტუტის რღვევა. სპეციალური რღვევა, რომ უკვე ოჯახი როგორც ეს სოციალური უჯრედი არ არის საჭირო რომ არსებობდეს, სხვანაირი საზოგადოება არის, ვთქვათ, მიზნად დასახელებული. კომუნა.
და ნარკომფენის სახელმწიფო პროექტება კეთდება ღანის ანტიპოდი, ასე ვთქვათ. სადაც რეალურად ისეა დაგეგმარებული სივრცეები, რომ უბრალოდ იქ ცხოვრები, ვთქვათ, ოჯახი არის არა ოჯახი, არის ადამიანთა სიმრავლე. ეს ნეგატიური მაგალითი გვიჩვენებს იმას, რომ არქიტექტურა შეუძლია როგორც კარდინალურად უარყოფითი, ასევე დადებითი, ვთქვათ, როლი შეასრულოს და ელემენტარული ტიხრის დაგეგმარება წვეთს აი ამ კომუნიკაციას. ტიხარი, ვთქვათ, ფანჯარა და ასე შემდეგ, ყველაფერი. და ეს მოწოდება მინდა განვახორციელო, რომ აი ამ დეტალებამდე უნდა ჩავიდნენ ჩვენი კონკურსის მონაწილეები აუცილებლად. სივრცის მოდელი წვეთს ყველაფერს და რა თქმა უნდა, უნებრივია. დიახ, მე მართლა ვიმაჩნია, რომ დაცხოვრის უნდა იყოს პატარა ტაძარი, აუცილებლად. დღეს ძალიან დიდი გამოწვევებია, ისევე ხელოვნური ინტელექტი, ისევე ელექტრონული სივრცეები, ციფრული სივრცეები, ვირტუალური სივრცეები, რომლებიც გვინდა თუ არ გვინდა ცვლიან აი ამ რეალობას ჩვენ ახალგაზრდებს ხშირად უწევთ აი ვირტუალური სივრცის დაგეგმარებაშიც თავისი არქიტექტურული, ასე ვთქვათ, კონცეფციების წარმოჩენა. მე ამას წინათ მოვკარი თვალი, Minecraft-ის სივრცეში ჰქონდათ პროექტი გაკეთებული ახალგაზრდებს და თავისთავად ეს ძალიან საინტერესოა და მით უმეტეს ახლა მათთვის აქტუალურია, იმიტომ რომ ისინი უკვე ამას გარკვეული ტიპის რეალობად აღიქვამენ. და კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც აი თანამედროვეობას ახასიათებს, ეს არის საზღვრების, ფიზიკური საზღვრების გაქრობა. იმდენად ადვილია გადაადგილება და თუ ფიზიკური გადაადგილება არა, ვირტუალურად გადაადგილდებიან. თანამედროვე ხელოვანები იღებენ თანამედროვე კონკურსში დაუსწრებლად მონაწილეობას კონკურსებში, დედამიწის სხვადასხვა წერტილებში და ასე ვთქვათ, აი ეს გლობალიზაციის პროცესი არის ძალიან აქტიური დღეს და თანამედროვე, ესე ვთქვათ, დიდი გამოწვევაა. აი, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი დღეს დღევანდელი ჩვენი ისევ და ისევ ამ ქართული არქიტექტურის გარშემო საუბარი როგორ შეიძლება შეეხოს აი ამ გამოწვევას? აი სად არის ქართული სად დარჩება, სად გადავა საერთაშორისო რაღაც გლობალურ განზომილებაში? აი რას ფიქრობთ ამაზე? ძალიან საინტერესო და საყვარელი საკითხია. მე ძალიან პოზიტივად ვუყურებ აი ამ პოზიტივისტურ ხედვას, თქვათ, ხო? და ყოველგვარი ტექნოლოგიური და მეცნიერულობა ამდიდრებს და თქვათ ახალი პლასტები აქვს ხელოვნებაში აუცილებლად ყოველთვის ესე იყო როგორც ესე იმდენად იმნეულია ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში რაღაც გარკვეული სიახლის დანახვა რომ ხანდახან აშფოთებს თქვათ ტრადიციულად მოაზროვნეს თქვათ ხელოვანს და მოაზროვნეს ხოლმე და ხშირად გამიგონია და მსმენია მსჯელობები თუ როგორი საშიში არის ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა არის თუ კი თქვათ მას შევხედავთ გარკვეულად სხვანაირი კუთხით, ხო? მაგრამ იგი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი, როგორც კვლევის, როგორც ძიების, როგორც ხატრული თქვათ პლასტიკური ფორმების მოძიების, გამოკვლევის სფეროში, ასევე თქვათ ექსპერიმენტირებაშიც. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული სისტემები, ციფრული სტრუქტურები და ვირტუალური რეალობები ეს არის ყველა ვარიანტში მოხდებოდა ეს მომენტი, ამისგან მიისწრაფეს სამყარო და კიდევ უფრო მეტისკენ და გადავდივართ მართლა ტრანსჰუმანურ და შეიძლება პოსტჰუმანურ რეალობაში, მაგრამ ეს ისევე არის ინსტრუმენტი, როგორც თქვათ, საჭრეთელი ან და ფარგალი. მეტი არაფერი, უბრალოდ ცოტა გართულებული. თუმცა აქ არის რაღაც გარკვეული საფრთხეციმალება, იმიტომ რომ შეიძლება ის ხელოვნურ ინტელექტს რო შევეხოთ, იგი შეიძლება იქცეს ერთგვარ ბრჭყალებში გამზარმაცებელად, თქვათ, ხელოვანისთვის. მაგრამ აი შიში მქონდა თავიდან, მაგრამ უკვე დღეს გამოჩნდა, რომ უკვე ამ მიმართულებით პრაქტიკულად არც ერთი ღირებული ხელოვანი აღარ მუშაობს. იყენებენ მხოლოდ ასე ვთქვათ, გარკვეული ექსპერიმენტირებისთვის. ეხლა ნახეთ, მოდი ესეთი მომენტი ავიღოთ. ხელოვნური ინტელექტის და ვთქვათ, ვირტუალური სივრცის ვთქვათ, შეუღლებით, რა საინტერესოდ შეიძლება მოვახდინოთ თუნდაც ქართული არქიტექტურის მომავალი ნაბიჯების ექსპერიმენტული თქვათ პროგნოზირება. რეალურად ეხა მეცნიერებაში რა არის მნიშვნელოვანი, ხომ? და ყოფა ცხოვრებაშიც, ხო? ჩვენ ვიცოდეთ რა იქნება ხვალ. პროგნოზირება. ძალიან საინტერესოა თქვათ ჩვენ შევქმნათ გარკვეული პროგრამა, ჩვენ როგორ ვინც არის დაინტერესებული ამითი და მოვახდინოთ თქვათ
ესეც საინტერესო ექსპერიმენტი. მე ძალიან მაინტერესებს შემდეგი რამე. აი თქვათ არ მომხდარიყო თქვათ ეს ძნელბოდობის პერიოდის დადგომა ქართულ რეალობაში, მათ თქვათ მონღოლთა და სხვა დამპროექტთა შემოსევა, არ დაცემულიყო კონსტანტინოპოლი, მე-12 საუკუნე გაგრძელებულიყო, შექმნათ პროგრამა და პროგრამას შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გვანახოს, აი მწყვეტა რო არ მომხდარიყო, როგორ განვითარდებოდა ქართული თქვათ საკულტო არქიტექტურა. რთული პრომპტი უნდა დაიწეროს ძალიან რთული პრომპტი უნდა დაიწეროს. ყველა პარამეტრი უნდა შევიდეს. ხო. ძალიან საინტერესო იქნება. ეს სუფთა მეცნიერული კუთხით, იმიტომ რომ არა მარტო არქიტექტურაში, საერთოდ ერთგვარი შეიძლება ასე ვთქვათ ვერსიები შეიქმნას. სამყაროს განვითარების. კი ბატონო, ანუ თუნდაც აი შემოვიტანოთ თქვათ ეგეთი პროგრამა, სადაც შევიტანთ რომ თქვათ ყველა ვარიანტში უნდა შემოვიტანოთ რაღაც X ტიპის მასალა და ეს მასალა როგორ იმუშავებს თქვათ იგივე თანამედროვე ქართული ტაძრისთვის. თქვათ გამჭვირვალე ბეტონი. როგორ იმუშავებს. აი ეგეთი ექსპერიმენტები კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სუფთა ინსტრუმენტი გართულებული და ბოლომდე უნდა ამოწურულად გამოვიყენოთ კვლევაში. თვითონ ეს რეალობა, ეს ვირტუალური სივრცე, რომელშიც ჩვენ ხშირად ვიმყოფებით, ხო? მით უმეტეს, როდესაც აი თამაშობთ, როდესაც აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა თავის რაღაც დასვენების დიდ ნაწილს ისევ კომპიუტერთან ატარებს, ისევ ეკრანთან, ისევ მონიტორთან. შეიძლება ეს კიდევ უფრო გაღრმავდეს და რაღაცა ოკულუსი დაემატოს ან რაღაცა, არ ვიცი. აი იქ რამდენად შესაძლებელი ეს მინდა ფილოსოფიური შეკითხვა იქ რამდენად შესაძლებელია ღვთაებრივის არსებობა ეგ არის მართლა ურთულესი საკითხი ხო აი წვეთს თუ არა იქ ყოფნა თუ ყოფნა იქ ჯერ თავისთავად ამაზეა გასაცემი პასუხი წვეთს თუ არა იქ ყოფნა ადამიანს ღვთისგან ძალიან საინტერესოა. ეს იყო კომპლექსური ორნაწილიანი შეკითხვა, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით და სიამოვნებით გავცეთ პასუხს, იმიტომ რომ უმცირესი გამოცდილება ამ საკითხში მაქვს. როცა ვთქვათ, შედარებით ნაკლებად ვიყავით ატვირთული პროექტირებით და ლექციებით, მიყვარდა კომპიუტერული თამაშები. ეხლა ვეღარ ვასწრებ. ერთი კომპიუტერული თამაში არის Assassin-ი ქვია. სიამოვნებით თამაშობდი. და ეს კომპიუტერული თამაში გამოირჩევა იმით, რომ აი ამ თამაშის ვირტუალურ გარემოში არის ბრწყინვალედ რეკონსტრუირებული შუა საუკუნეების ქალაქები. მათ შორის კონსტანტინოპოლი და რომი და პარიზი. და ესეთი პერსონაჟია ტიპი, რომელიც აი თავისუფლად გადაადგილდება ამ ვირტუალურ გარემოში და კარგად არის დახატული ძალიან სამგანზომილებაში და მე ფაქტიურად შევისწავლე პარიზის შუა საუკუნეების კონსტანტინოპოლი და რომი რეალობაში რა შეგიძლია ეს პერსონაჟი აიყვანოს სიმაღლეზე, აფრინო და ასე შემდეგ, ძალიან კაი საშუალებაა. აი ამ კუთხით კარგი კომპიუტერული თამაშები გარკვეული დოზით ცუდი არ არის. იმიტომ რომ რეალურად მე ალბათ ვერ მოვხვდები ვერასდროს ნოტ-დამის თქვათ კოშკის სახურავზე, მაგრამ თამაშის შესრულებით მოვხვდი და კარგად იყო რეკონსტრუირებული. როგორც გავიგე, ნოტ-დამი რომ დაიწვა აი ამ კომპიუტერულ თამაში გამოყენებული 3D მოდელი ნაწილობრივ გამოიყენეს რეკონსტრუქციისთვის, იმდენად კარგად იყო ყველაფერი სკანირებული 3D-ში. ასე რომ ძალიან ბევრი დადებითი რაღაცა კომპიუტერულ თამაშებს, გარკვეული დოზით და გარკვეული კონტექსტს შევხედავთ. მაგრამ ღვთაებრივი მე ვფიქრობ, რომ ადამიანი არის შემოქმედი. ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, შექმნილი როგორც ღვთაებრივი, ვთქვათ, ძალით ვარ შექმნილი როგორც მისი ძალიან ისეთი უმცირესი ასლი შეიძლება შემოქმედნი ვართ ჩვენ და ჩვენს მიერ შექმნილი ყოველი რეალობა გულისხმობს იმას, რომ დიახ შეიძლება ღმერთის შეცნობა ამითაც კი. ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ფიქრობ, რომ დიახ შესაძლებელია. ეს არის არქიტექტურის პასუხი აშკარად, იმიტომ რომ თქვენ ახლა როგორც შემოქმედმა ისე მიპასუხეთ სივრცის დამგეგმარებელმა და შემქმნელმა მიპასუხა, რომ კი შესაძლებელი, იმიტომ რომ საინტერესოა. ღმერთი არის ყველგან არის ფაქტიურად. ეხლა მე ამას არ ვამბობ, რომ ეს უნივერსალურია და მე მესმის რომ თქვა ვირტუალურ ტაძარში ვერ ილოცებ. ეს არ იქნება, ეს ალბათ კრახელობაც იქნება გარკვეულ შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული დოზით დიახ ჩვენ შეიძლება ღვთისმეტყველება შევიცნოთ, თუნდაც კომპიუტერულ რეალობაშიც კი, იმიტომ რომ რეალურად რა არის? მეცნიერება რა ღვთის საჩუქარი არის, არის დიახაც. მიუხედავად იმისა, როგორ ვიყენებთ მას. არის და დაშვებულია.
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ასე ვთქვათ საკითხი და გვინდა რომ ეს ღანის კონკურსის ასე ვთქვათ ერთ-ერთი შემავსებელი ნაწილად იქცეს ეს არის ჩვენი ღანელების ურთიერთობა წამყვან არქიტექტურულ სტუდიებთან და წამყვან არქიტექტორებთან ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ მოვიწვიოთ ისინი ღანის კონკურსში, მაგრამ არა როგორც კონკურსანტებად, არამედ და არა როგორც მენტორებად, იმიტომ რომ მენტორობა გარკვეული წელად დროს და ენერგიას მოითხოვს და ჩვენ არ გავკადნიერდებით და ამას მათ ვერ ვთხოვთ, მაგრამ გვინდა რომ მათი მხრიდან გარკვეული ტიპის ხარდაჭერა იქნეს გამოვლენილი და შეიქმნას ასეთი ღანის კლუბი, არ ვიცი, შეესმოძიების ფაზაშია ეს სახელი ზოგადად, მაგრამ გვინდა რომ აი ესეთი რაღაცა სივრცე შეიქმნას შემოქმედებითი, რომელიც ყოველწლიურად დადებს კონცეპტუალურ იდეურ ესკიზს, არა პროექტს, არამედ რაღაც იდეას, რომელიც იმ წლის კონკურსს უპასუხებს. და ჩვენ გვინდა შევთავაზოთ აი წამყვან სტუდიებს, რომ მათ გამოყონ გარკვეული ტიპის რესურსი, ეს იქნება ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც მათთან მუშაობს, თუ თვითონ დაკავდებიან ამით, თუ როგორ იქნება ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ყოველწლიურად მათ საკონკურსო თემაზე თავისი იდეები რომ მოგვაწოდონ და შეიქმნას ასეთი კატალოგი, გამოიცემა ის ყოველწლიურად, რომელიც ერთგვარად მონიშნავს აი იმ ფარგლებს თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში, სად ვართ და რა შეგვიძლია დღეს და სად გვინდა რომ წავიდეთ რა მიმართულებით. რა სიტყვით ამ იდეაზე თქვენ როგორ გონიათ, რამდენად ეს მნიშვნელოვანი იქნება? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმ მიზნისთვისაც, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ქართული არქიტექტურის სტილის ან რეკონსტრუქციას, ან განახლებას, ან დაბადებას. და ეხლა მახსენდება ესეთი მომენტი, როგორ დაიწყო აღორძინება, ხო? ზუსტად ესე დაიწყო, აი თანამოაზრეები, თქვათ, შეიკრიბნენ, თქვათ, მაშინდელი ფლორენციელი ელიტური ოჯახების, თქვათ, სიახში და დაიწყო ძიება ზუსტად ესე. აი ამ კავშირების და ჩართულობების გარეშე არ მოხდება. და რეალურად ყველა სტილი ესე არის იდეაში, ხო? შეუძლებელია ამის გარეშე. მე მართლა სიამოვნებით უერთდები ამ მოწოდებას და ვფიქრობ, რომ ნახეთ უცნაურ სიტყვას ვიტყვი. ეს არის მოვალეობაც კია. მე მგონია, რომ მოვალეობაც არის. ესე ვფიქრობ. მართლა უნიჭიერესი ხალხი არის დღეს ჩვენ ქართულ არქიტექტურაში, ყველა თაობაში და ვთქვათ, ვადევნებ თვალს, რა ხდება ქართულ ახალგაზრდულ, ვთქვათ, ახალგაზრდებით და კომპლექტებულ სახელოსნოებში, სტუდიებში, ძალიან ნიჭიერი ხალხია, რომელიც უკვე გავიდნენ, ვთქვათ, საერთაშორისო დონეზე. აი, ვთქვათ, საზღვარგარეთული, ვთქვათ, უცხოენოვანი საიტები, რეგორდები ამას აქვეყნებენ. ძალიან ნიჭიერი ხალხია. და ვფიქრობ, რომ ისინი რაღაც ვარიანტ მართლა ვალდებულებიან მიიღონ ამაში მონაწილეობა. ნებისმიერი ფორმით როგორც შესაძლებელია. ეს არის ჩვენი საერთო ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ყოვლის მომცველი თემისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ესე განკერძოებით და ვთქვათ, ცალკე დგომით არ კეთდება ხოლმე ესეთი ფუნდამენტური თემები. ჩვენ ხო რეალურად ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი ქვეყანა და გამომდინარე აქედან ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ჩვენი არქიტექტურის აღდგენა, რომელშიც მომავალი ჩვენი თაობები იცხოვრებენ და გაგრძელდება ჩვენი ისტორია. დიდი მადლობა ბატონო სანდრო, ძალიან საინტერესო საუბარია, თქვენთან საუბარს არაფერი არ ჯობია. მაგრამ მე კიდევ იმას ვიტოვებ, რომ კიდევ შევხვდებით, შეიძლება სხვა ფორმატი იყოს, შეიძლება ლექციის ფორმატი იყოს და კიდევ ერთხელ გმადლობთ თანადგომისთვის. უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა და მე გავხდი უკვე, დღეს არ გავხდი, მანამდეც ვიყავი, მაგრამ უფასოდ ვაცხადებ, რომ ვარ ღანის დიდი გულშემატკივარი და კიდევ შევეცდები, რომ ღრმად შევიდე ამ თემაში. მადლობთ. მადლობა.